შემზარავი ავარია, რომელმაც 32 წლის მამაკაცი იმსხვერპლა. სოფელ კირბალში მალხაზ დოთიაშვილს გლოვობენ. მისი სიცოცხლე ტრაგიკულად გუშინ დასრულდა. მამაკაცს სოფელ ბერბუქთან ჯერ ერთმა ავტომობილმა დაარტყა, შემდეგ კი მეორემ გადაუარა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იწიებს. პოლიციამ ავარიის გამომწვევ მიზეზებთან ერთად უნდა დაადგინოს მიატოვა თუ არა დაშავებული მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მძღოლმა, რომელიც მას თავდაპირველად დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცული 32 წლის მალხაზ დოთიაშვილი მშობლიურ სოფელ კირბალში უკვე გადაასვენეს. როგორც გარდაცვლილი სახლობლები ამბობენ, ის ავტომობილით თანმხლებ პირებთან ერთად გუშინ დილით ბრუნდებოდა. რა დროსაც მათთან შელაპარაკება მოუვიდა და სოფლისკენ გზა ფეხით განაგრძო. ახალგაზრდა სოფელ ბერბუკის დევნილთა ჩასახლებასთან ავტომობილი შეეჯახა და დაიღუპა. ნასვამი ბიჭი იყო, არ დაიმორჩილა, თავი ძმასაშვილო და ვერაფერი დიდებით ვერ დაიმორჩილა ისეცა თვითონაც, თორე რომ ჩამჯარიყო, გაჩაჯექიშილო დალით ხმეთმოწი გარგო, ჩაჯეკიდად გამოხე. ისიც ხო ცოტა ეს ვინც დაიჯახა, ისიც სულ არ მართალი ბიჭი. თორე მე არტი ჩემი ისე და არტი ეკლესია რო ამან დაიჯახაო და რავი არ ვიცი. ფეხით მოდიოდა? ფეხითაო. და ვინ დაიჯახა? არ ვიცი, არ ვიცი. როგორც სოფელში ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გამთენიისას ბერბუკის დევნილთა დასახლებასთან რიგითი შემოვლის დროს გზაზე იპოვა. ადგილობრივების ინფორმაციით ახალგაზრდა კაცს ავტომობილი ორჯერ დაეჯახა. პირველი შეჯახებისას მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა. მოგვიანებით კი მეორე ავტომობილმა გზაზე დავარდნილი ცხედარი ვერ შენიშნა და გადაუარა. რა სამომაში რო წასულან იქა საქეიფოთა და რო ამოუვლიათ არა პატარა კამათი მქონიათ იქ აი დასახლება რო ხელთმონის ბოლოს ეთყობა იქ რა ესა მე გადმოვიდა მანქანა და ფეხით უნდა წამოსულიყო საწყალი ამ ბიჭებს აერი ეთყობა და მანქანა დაჯახებია ვისთან ერთად იყო იქ თავისი ძმა კიდე ქვევით ბიჭები არიან ძმაც გვერდზე უჭდა და ფეხით მოდიოდა და ესე ფეხით ეთყობა ამ ჩხუბს მოერიდა საწყალი და წამოვიდა ფეხით და დაჯახები შოფერი საწყალმა რა ქნა საბა ღამეძნელია 4 დაკავებულია ხელთმონელი პატრულმა იპოვა შემოვლაზე რო ყოფილან დილით თვითონ 4 საათი დაეპასუხა დედასა დილის 4 საათი დედაო ფეხით მოვდივარ მე უცებ გამოირთო ტელეფონი და ეთყობა დილის იმებში მოხვდა ეს ამბავი მანქანა დაეჯახაო მეტი არაფერი სხვა არაფერი არ გაგვიგია გუშინოთ როდის გუშინ კი გამთენიისას მოდიოდა გორიდანო გორიდან მოდიოდა და გზაზე ესეთი უბედურება მოხდა ფეხით მოდიოდა? კი, ფეხითო ეგრე თქვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. ჩანიშნულია ექსპერტიზები. დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არის. არსებული ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი ძალოვანი უწყების თანამშრომელია. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილი დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.